გამარჯობათ, მე ვარ ნათია შაი და ახლა მინდა გესაუბროთ ძალიან ბევრისთვის, ძალიან მტკივნეულ თემაზე და აქტუალურ თემაზე. ეს არის ჯანმრთელობის საკითხი და ეს არის ფეხების თემა. ძალიან ბევრი ადამიანი ისგან გამიგია და ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი აქტუალური თემაა ის, რომ ტკივა ფეხები მაწუხებს. ჩვენ უკვე ამ საუკუნეში, ამ ეპოქაში, როდესაც უკვე არის აი ესე ვთქვათ, თითქოს message box-ი ამ ეპოქის ის, რომ განვითარდი, გაიცანი მეტი სამყაროს შესახებ ინფორმაცია, ხო, გაიზარდე, განვითარდი, აი რაღაცა ესე აღვქვამ მე, რომ ასეთი ეპოქა დაგვიდგა, უკვე ვიცით, რომ ყველა დაავადება, ყველა ტკივილი არის ფსიქოსომატური და მოდის რაღაცა ემოციებისგან. რატოს ტკივა ადამიანს ფეხები? ნახეთ, ყველა ტკივილი, როგორც ვთქვი, ფსიქოემოციურია და მძიმე, ტკივნეული ემოციებისგან დაგროვილი ბლოკები იწვევს ამა თუ იმ ორგანოს ტკივილს. ფეხები ეს არის ადამიანის ორგანო, ხომ, აი ეგ ჩაკრალური სისტემასავით კი არის სისტემა არის მოცემული, ხო? და აი ნახეთ, ადამიანი არის ორბუნებრივი, სხვათა შორის აი რაღაცა, როგორც იესო ქრისტე, ჩვენ ხო ღვთისშვილები ვართ, ჩვენ ვართ როგორც მიწიერი, დედამიწის შვილები, ასე ვართ, სული გვაქვს ხო სამყაროდან ციური ენერგიებია ჩვენში და ფეხები არის ადამიანის ის ნაწილი, რომელიც ემყარება, დგება დედამიწაზე და ეხლა მინდა ფრაზა ვთქვა დამიწება. ესეთი ფრაზა გაგიგიათ ალბათ. ეს არის ადამიანის ის ორგანო, რომელსაც შეუძლია რომ გაატაროს ეს ტკივილი, როგორც ფილტრი და დაამიწოს, ხო, გაუშვას დედამიწაში, გამოიტანოს, ხო, ეს ემოციები სხეულის გავლით გამოიტანოს გარეთ. და ეს უნდა მოხდეს ფეხების გავლით. ჩვენ ადამიანებმა ბევრმა ვიცით, რომ არის ეგობს, ხო, ჩაკრები, ხო, ენერგოწერტილები, ამაზე არ გავჩერდები. მაგრამ იმ 7 ძირითადი ჩაკრისა მინდა იცოდეთ, რომ ადამიანს აქვს სხვა კიდე დამატებითი ჩაკრები, რომელზეც არ ამახვილებენ ყურადღებას. და ახლა მე მინდა გაჩვენოთ, რომ აი ადამიანს ხელის გულებზეც და ფეხის გულებზეც აქვს ენერგოწერტილები. აი სადანაც ხდება ამ ენერგიის გასვლა და გატარება. როდესაც ჩვენ გვაქვს ბლოკები, ხო, რაღაცა ემოციური ბლოკები და ამ რაღაცა სხვა ბლოკებმა ასე ვთქვათ, ჩაგვიკეტა ეს ჩაკრები, ვეღარ ახერხებს, რომ ეს ნეგატიური ენერგია გავიდეს ფეხებიდან, ჩვენი სხვადასხვა სხეულებიდან გარეთ, ვიტყვი ესე და გაანთავისუფლდეს, ხო, ჩვენი თავი ამ ნეგატივისგან და იწყება უკვე ფეხები ტკივილს. ტკივილი რა არის? ეს არის სიგნალი სოს მიშველი, აქ მჭირდება დახმარება. რა გავაკეთოთ ამ დროს? ენერგეტიკული რჩევა, ეს აბსოლუტურად ენერგეტიკული რჩევა, მე არა ვარ მედიცინის მუშაკი, თუმცა შეგეძლოთ ნებისმიერ ექიმს კითხოთ, რომ ახლა მე რასაც გასწავლით არის აბსოლუტურად უვნებელი, არის ეთიკური რჩევა და ეკოლოგიური რჩევა. აიღეთ ზღვის მარილი. მარილი არის ყველა რელიგიაში. გამოიყენება სხვადასხვა რიტუალებში, იმიტომ რომ მარილი ეს არის გამწმენდის საშუალება. ჩვენ ბუნებაში გვაქვს ორი რამ, რაც არის ყოველთვის მუშაობს გამწმენდად ენერგეტიკულად, ეს არის მარილი და ლიმონი, დაიმახსოვრეთ, რომელიც წმენდავს და ასუფთავებს ენერგეტიკას და სანამ ეს ტკივილი არ მოგეშვებათ, თუმცა პირველივე პროცედურიდან თქვენ იგრძნობთ შვებას, თქვენთვის სასიამოვნო ტემპერატურის წყალში ცივი არ უნდა იყოს ცხადი, იმიტომ რომ ეს ერთგვარ სტრესს მისცემს ხო ორგანიზმს. თბილ წყალში, ცხელ წყალში, როგორც გესიამოვნებათ, გახსენეთ ეს ზღვის მარილი და ძილის წინ ჩაყავით მასში ფეხები. ეს დაგეხმარებათ, რომ ეს დახშული ჩაკრები გაიხსნეს და
და ტკივილი გამოვიდეს თქვენი ორგანიზმიდან. ძალიან კარგი რჩევა არის გაითვალისწინეთ და ვინც გააკეთებს ამას, ძალიან გთხოვთ დაწერეთ, რომ სხვებს მისცეთ мотиваცია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი 100%-ით მუშაობს და თქვენ ინდივიდუალურია სხვადასხვა დოზით, მაგრამ აუცილებლად მოგეხსნებათ ტკივილი. ზოგს ასე ვთქვათ, ერთ დღეში მოეხსნება ეს ტკივილი, ზოგს შეიძლება 2 დღე დასჭირდეს, ვიღაცას 1 კვირა და ვიღაცას ისე ამონოს, რა ვიცი, გააკეთოს და გააკეთოს. გაანთავისუფლეთ, გამოანთავისუფლეთ ფეხები ამ ტკივილისგან, ხო? საერთოდ დაიმახსოვრეთ, როდესაც რაღაცა ტკივილი ნებისმიერ ადგილას იგრძნოთ, ეს არის რომ მიშველე, ყვირის ის ადგილი და ჩაიძიეთ. მაშინვე მიაქციეთ ყურადღება, რომ არ გადაიზარდოს მერე ეს, შემდეგ რაღაცა მძიმე დაავადებებში, რომ მერე მწუხაროდ გვიწევს ექიმთან მისვლა და მძიმედ, იმიტომ რომ დრო სჭირდება, მძიმედ, იმიტომ რომ დიდი ფინანსები სჭირდება და შეიძლება ზოგჯერ დაგვიანებულიც არის. ამიტომ პირველივე სიგნალს, რომ მომეხმარე მიშველი აქ მიჭირს, მიაქციეთ ყურადღება და მიეხმარეთ თქვენ ფეხებს, რაც მთავარია. ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. როდესაც ამას გააკეთებთ ამ პროცესში, როდესაც ჩაყობთ ამ წყალში ფეხებს, მოეფერეთ თქვენ ფეხებს, მოესიყვარულეთ, უთხარით მადლობა და მართლა გაითავისეთ, რამხელა ფუნქცია აქვს ფეხებს თქვენს ცხოვრებაში, ხო? ის თქვენ რამდენ რამეს გიკეთებთ, რამდენ სიკეთეს, მადლობა რომ ამხელა სხეული ადგას ჯერ პირველი ეს. ხო, ამ ფეხებს უძლებს ამხელა სხეულს გადაადგილებაში გეხმარებათ, ზოგადად ცეკვათ და ცეკვაში გემხმარებათ. მოკლედ, ყველაფრისთვის უთხარით მადლობა და ნახეთ, როგორ ისე გაქრება და გაილევა ეს ტკივილი, ვერც გაიგებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას, გამოიწერეთ არხი და მე დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე თქვენი ნათია შაი.